მადლობა თიკონ ატმელაძე სიუჟეტის მომზადებისთვის. ახლა კი დრო აქვს სტუმრისგან მოვისმინოთ თუ რას ნიშნავს სახელის განახლება, რა ახალშესაძლებლობებს ქმნის და როგორი არის კომპანიის სამომავლო ხედვა. ამ თემაზე სასაუბროთ კი დღეს საქმე ინტელოს სტუდიაში მოვიწვიეთ სკაპის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გია კერესეძე. მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მადლობა ამ თემის გაშუქებისთვის და ჩვენი დაინტერესებისთვის. Swiss Capital-ის ახლა უკვე SCAP-ის 15 წლიანი წარმატებული ისტორია შეიძლება პირობითად გავყოთ 4 პერიოდად, ასე ვთქვათ, ეპოქებად, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო? პირველი პერიოდი იყო საფილიალო ექსპანსიის პერიოდი, როდესაც ჩვენ მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, გავავითარეთ ჩვენი საფილიალო ინფრასტრუქტურა და დღეს 500 თანამშრომელი და 35 ფილიალი თუ ართ ბაზარზე წარმოდგენილები. მეორე პერიოდი იყო პროდუქტების დივერსიფიკაციის პერიოდი, როდესაც ჩვენ მრავალი როგორც საკრედიტო ისე არასაკრედიტო პროდუქტები შევქმნით და შევთავაზეთ ბაზარს. მესამე პერიოდს მე უწოდებ ტექნოლოგიზაციის პერიოდს, რომელიც ასე ვთქვათ, ჯერ კიდე არ არის ციფრული ტრანსფორმაციის პერიოდი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ შევეცადეთ, რომ სრულად გაგვემართა IT ინფრასტრუქტურა, დაგვენერგა მრავალი, ასე ვთქვათ, პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები, რომელმაც საშუალება მოგცა იმისი, რომ მოგვეხთინა ჩვენი ძირითადი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, ავტომატიზაცია და უფრო ასე ვთქვათ, ეფექტური დაგეგმვა დალაგება, რომელმაც თავისთავად მომსახურების ნაწილში მაღალ ხარისხზე გაგვიყვანა. და აი 2021 წლიდან უпроსორეთ იწყება უკვე ციფრული ტრანსფორმაცია, ეგრეთ წოდებული მეოთხე პერიოდი, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და ამ პერიოდის სტრატეგიული ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ ციფრული ტექნოლოგიების, ციფრული არხების საშუალებით ჩვენ ბაზარს მივაწოდოთ მაქსიმალურად მარტივი, ინოვაციური სერვისები იმისთვის, რომ შევძლოთ და უფრო მორგებულები ვიყოთ მომხმარებლების საჭიროებებზე და შევქმნათ მათთვის, ასე ვთქვათ, მაქსიმალური პოზიტიური გამოცდილება მომსახურების პროცესში. ანუ ეს მეოთხე პერიოდი. ეს მეოთხე პერიოდია და ვთვლით, რომ აი ამ ასე ვთქვათ, მეოთხე პერიოდის ხედვას და სულისკვეთებას საუკეთესოდ გამოხატავს სახელწოდება SCAP-ი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ Swiss Capital-დან SCAP-ზე გადასვლას. აქვე ვიტყვი იმას, რასაც ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, სახელწოდების სრული განახლება, არამედ SCAP-ი არის მისი წინამორბედის ერთგვარი გამარტივებული და შემოკლებული ვერსია, რომელიც ერთგვარ, ასე ვთქვათ, ერთის მხრივ თანამედროვე ველფერსაც ატარებს და მეორეს მხრივ ერთგვარი, ასე ვთქვათ, ერთგვარად ციფრულ და ტექნოლოგიურ სამყაროზეც მიუთითებს. გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ კითხვებზე პასუხები გაეცათ, თუ რატომ SCAP-ი და რა იდენტობას გამოხატავს, ხო, ეს ვიზუალი ახალი ბრენდისა, რამე თუ იცვლება მომხმარებლებისათვის და მათთან ურთიერთობის პროცესში? მომხმარებლებისთვის მოლოდინი გვაქვს, რომ ბევრი რამე შეიცვლება. პირველ რიგში მომხმარებელი მიიღებს ჩვენგან SCAP-ისგან უკვე გამარტივებულ, ინოვაციურ და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სერვისებს. ეს ბუნებრივია იქნება, ასე ვთქვათ, ციფრული ტექნოლოგიები და ციფრული არხებით მიწოდებული. პირდებით მომხმარებელს, რომ SCAP-ი იქნება მათი პარტნიორი და მზრუნველი ბრენდი, ამასთან ჩვენ გავაძლიერებთ დაკრედიტებას თვითდასაქმებულების და მეწარმეების, თვითდასაქმებულების და მიკრომეწარმეების და ამ თვალსაზრისითაც კომპანია გაასწორებს თავის, ასე ვთქვათ, სტრატეგიულ ფოკუსსაც. ხო, მეოთხე პერიოდიდან გამომდინარე, რომელშიც მე პირადად ჩამტოვეთ და რომელშიც SCAP-ი ეხლა იმყოფება, სადაც ალბათ თავისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური რებრენდინგი დაანონსა და მე უკვე შედგა. მე მინდა იმ ციფრულ სერვისებზე გავაკეთო აქცენტირება, მით უმეტეს ჩვენი მეხსიერება იმავდროულად იტოვებს ისეთ ამბებს, როგორიც არის, რომ SCAP-იც უკვე იყო ფინანსური აპლიკაციის პირველი დამნერგავი მიკრო საფინანსოებს შორის. მე მგონი არ მეშლება. ნამდვილად ეგრეა. შესაბამისად, ის რაზეც აქცენტირებთ თქვენ
ამ ბაზრისთვის და მომხმარებლებისთვის, როგორც ახლა კითხვა დაისვა. შეგვიძლია თუ არა ჩვენ ვთქვათ, რომ ამ სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება და პრინციპში მე მანდ ვერ ვხედავ ბოლოს, იმიტომ რომ მე და თქვენ ვერ გამჭრებთ. ციფრული ტრანსფორმაცია როგორ შეიძლება დასრულდეს. მადლობა გიორგი კითხვისთვის. ბუნებრივია ეს არის ასე ვთქვათ დაუსრულებელი პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ერაში და ეპოქაში ვიმყოფებით ყველანი და ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენთან ორგანიზაციაში როგორც მოგახსენეთ 2021 წლიდან ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. მართალი ბრძანდებით პირველები ვიყავით სექტორში, რომელმაც ბაზარს შევთავაზეთ პირველი მობილური აპლიკაცია და სხვათა შორის ჩვენი მობილური აპლიკაცია, რომლის სახელწოდებაც არის SCAPI და შემდგომ რომლის სახელწოდების გენერალიზაციაც აი ხა რებრენდინგის პერიოდში უკვე მთელს ორგანიზაციაზე ხდება. არის ასე ვთქვათ ერთ-ერთი წარმატებული მობილური აპლიკაცია, იგი წარმატებული მობილური აპლიკაციების ტოპ 5-ში კი შედის. და ამოცანა არის იმისი, რომ ჩვენ მაქსიმალურად ასე ვთქვათ განვავითაროთ ეს ციფრული პლატფორმა, ყველა ჩვენი საკრედიტო თუ არასაკრედიტო სერვისი, რომელიც არსებობს ან მომავალში იარსებებს, მომხმარებელს შევთავაზოთ სწორედ ამ არხით, რაც ერთის მხრივ ასე ვთქვათ გააუმჯობესებს მომხმარებლის სამომხმარებლო გამოცდილებას იმ თვალსაზრისით, რომ დაზოგავს მის დროს, თუნდაც იმიტომ რომ მას არ მოუწევს ან მინიმალურად მოუწევს ვთქვათ ფილიალში ვიზიტი და მეორეს მხრივ გაზრდის ფინანსებთან წტომას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ რაც უფრო მეტი ასე ვთქვათ ციფრული არხია, მით უფრო მეტია ფინანსური ჩართულობა საზოგადოებაში. იმედია ამონაგებიც, იმიტომ რომ 15 წლის თავზე ჯერ კიდევ სვის კაპიტალის სახელით არსებული SCAPI-სა, როგორც გია კერესელიძემ აღნიშნა, ეს დღეს უკვე 500 კაციანი გუნდია, წარმოდგენილი თითქმის 40 ფილიალი თუ არ ვშტები 35 ბრძანა და შესაბამისად ეს ზრდა უკვე ტიპიურად სხვა არხებით და სხვა მიმართულებებით გაგრძელდება. ვიდრე გეგმებზე გადავალთ და მომავალზე, რომელიც უკვე ახსენა SCAPI-ის გენერალურმა დირექტორმა, მე მაინც მინდა მას ჩავეკითხო, რადგან C-level-ის ინტერვიუ გვაქვს ეხლა საქმიან დილაში, შესაბამისად ვიკითხო უფრო მეტი ახალი იდენტობიდან გამომდინარე კომპანიის, რომელიც ფაქტიურად ახალი როგორ ეძახიან ამას ქართულად milestones, ანუ ახალი ეტაპი არის. ჩემთვის ეს საეტაპო მოვლენაა ნებისმიერი კომპანიის ბიზნეს ისტორიაში. მისი მთავარი აღმასრულებელი რას ხედავს მთავარ სტრატეგიულ მიზანს, ოღონდ ერთი დათქმით, ახალი იდენტობით. იცით, ამას ალბათ ძალიან მოკლედ უპასუხებ. ჩვენი იდენტობა ყოველთვის დაიყვანებოდა და ასოცირდებოდა ხარისხიან სერვისთან. ამასთან ერთად ჩვენ გვინდა რომ ამ ასე ვთქვათ ამ შტრიხთან ერთად გვინდა გავაფართოვოთ ჩვენი იდენტობა ამ ცვლილებით და მოვახდინოთ მეტი ასოცირება მარტივ ინოვაციურ და თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ხო, ვერ ვიტყვი რომ ეს არის ფინტეკი, იმიტომ რომ ალბათ ჩემი აზრით ფინტეკი სხვა მიმართულება აბსოლუტურად. ჩვენ ვართ მიკროფინანსო ორგანიზაცია, მაგრამ გვპირდებით რომ ეს ბუნებრივად მოხდება ეს პოზიციონირება, გვპირდებით რომ ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიზირებული მიკროფინანსო ორგანიზაცია ბაზარზე. ეს არის ის ბოლო გზავნილი, რაც შეიძლება რომ დღევანდელი საქმიანი დილას ეთერიც გამოვიყენოთ და მივმართოთ ხო ალბათ იმ მომხმარებლებს და მათ შორის პარტნიორებს, რომელსაც სურთ მეტი გაიგონ SCAPI-ის შესახებ. გეგმები. გუნდს აქვს საკმაოდ დიდი გეგმები, გუნდი ვითარდება, გუნდი იზრდება, ახალ ეტაპზე გადადის, ახლა უკვე ვიმატებთ ხალხს, ახლა უკვე ახალი სახელწოდებით, თუმცა უცვლელი ასე ვთქვათ იდენტობით და შემადგენლობით
და ვიტყვი იმას, დავძენ იმას ბოლოსკენ, რომ SCAP-ი არ არის, ასე ვთქვათ, უბრალოდ რებრენდინგი, იგი არის ჩვენი სტრატეგიული ხედვის, ჩვენი ფილოსოფიის, ჩვენი გამოცდილების და ამბიციის საუკეთესო გამოხატულება და SCAP-თან ერთად ჩვენი ახალი ისტორიაც იწყება. აქ იწყება მხოლოდ ჩვენი ჩართულობაც რაც უკვე SCAP-ის ისტორიების გადმოცემაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ 15 წლიანი ბიზნეს ისტორია, რომელიც SCAP-მა საქართველოში დაწერა და 10,000-ობით კლიენტს, ლოიალურ პარტნიორებს მოუყარა თავი. ამ 500 კაციანმა გუნდმა ეს ისტორია გაგრძელდება და გაგრძელდება იმ სტანდარტებით, ოღონდ უკვე გარდასახული სრულად ციფრულ, ტექნოლოგიურ და თანამედროვე ეპოქის მიწოდების არხებში. ცხადია, სხვა ტრადიციულ არხებთან ერთად, რომელიც ბიზნესურად იქნება მოთხოვნად. გია კერესელიძე, SCAP-ის აღმასრულებელი დირექტორი, სტუმრობდა დღევანდელ საქმიან დილას და მადლობა მას მობრძანებისთვის. დიდი მადლობა.